ახალი ჰესები თუ არ ავაშენეთ, სიბნელეში დავრჩებით. საქართველოს მოსახლეობას წლების განმავლობაში ყველა მთავრობა უმტკიცებს, რომ ჩვენი ენერგოუსაფრთხოების, ენერგოდამოუკიდებლობისთვის ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ერთადერთი და აუცილებელი გზაა. მოდი მოვისმინოთ ეს განცხადებები. უნდა დავაჩქაროთ და დავიწყოთ მაქსიმალურად დავაჩქაროთ ტემპები, დავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში. იქნება ეს მცირე ჰესები, საშუალო ზომის თუ დიდი ჰესები. სადაც სახელმწიფო სჭირდება შესაბამისი ეკონომიკური სტრატეგიული ობიექტების მშენებლობა, ყველა ობიექტი აშენდება და ნებისმიერ ცდილობას, რომ ხელოვნური დამკვირვებლება შეექმნას ჩვენი სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების განვითარებას, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სათანადოდ დაუპირისპირდება. ამ პოდკასტში გვინდა ვისაუბროთ რამდენიმე მითზე, რაზეც პროპაგანდა დგას. ამ მითების გაქარწყლებაში დაგვეხმარება დავით ჭიპაშვილი, ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივას წარმომადგენელი. მაგრამ მანამდე ერთი საკითხი. ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ამ ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება კატასტროფული ტემპებით იზრდება და ერთ დღესაც ეს ჩვენი აყვავებული ეკონომიკა და ასობით ქარხანა უდენოდ დარჩება. და ჩვენც, როგორც გვაშინებენ ხოლმე, გამოქვაბულში დავრჩებით. ოფიციალური მონაცემები გვაჩვენებს, რომ ეს ელექტროენერგიის მოხმარების შეუჩერებელი ზრდა მითია. 2016-დან 2019 წლამდე მიწოდება საშუალოდ 5%-ით იზრდებოდა. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, კერძოდ 2020 წელს, მიწოდება თითქმის ამდენივეთი შემცირდა. 2021 წელს ეკონომიკა გაიხსნა, საწარმოები ამუშავდა და ამან მიწოდების ერთჯერადი 13%-იანი ნახტომი გამოიწვია. ჰესების ლობისტები სწორედ ამ ერთის საგამონაკლისო წლით манипуლირებენ და პირდაპირ ვთქვათ, გვატყუებენ. მაგალითად 2022 წელს 7% ვარდნა ჰქონდა. მომდევნო 3 წელში მოხმარება ჯამურად მხოლოდ 1%-ით გაიზარდა და ისევ გაჩერდა. მაგრამ არ გაჩერდა პროპაგანდა და მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ქართული ოცნება, არამედ მათი ოპონენტებიც, ოპოზიციონერების დღე-დაღამე ჰესების აშენებაზე გველაპარაკებიან. განსაკუთრებით 3 ბლეკაუთის შემდეგ, როცა მთელი ქვეყანა მოულოდნელად ჩაბნელდა. არ ვიცი, რამდენად ექნება ამის გამოუწვევი მიზეზების პასუხი ჩვენ სტუმარს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრ საკითხში გაგვარკვევს. დავით, დავიწყოთ საბაზისო ინფორმაციით და საბაზისო მითით, რომ თითქოს საქართველოს სულ უფრო იმპორტდამოკიდებული ხდება. სინამდვილეში რა ხდება? ტყუილია ეს თუ მართალი? ის რა არის, მითი არის ეს ნამდვილად და აგიხსნით რატომ. იმპორტდამოკიდებულება მექანიკურად არ შეიძლება მისი წაკითხვა და მაგალითად 2025 წელს 1.5 მილიარდი კილოვატ-საათი იყო იმპორტი და ისე წარმოჩინდა თითქოს აი როგორ დამოკიდებული ვართ, რუსეთზე ვართ დამოკიდებული, იმიტომ რომ 977 მილიონი დაახლოებით იმპორტის დიდი ნაწილი მოდიოდა რუსეთზე, მაგრამ არავინ არ თქვა და სინამდვილეში არც ახსენეს, რომ ამ იმპორტის ნახევარზე მეტი, ანუ მთლიანად საქართველოს რაც სჭირდებოდა იმ იმპორტის ნახევარზე მეტი, პრინციპში წავიდა აფხაზეთში, იქ არსებული კრიპტოინდუსტრიის მოსამარაგებლად, იმიტომ რომ ბოლო წლების განმავლობაში პრაქტიკულად აფხაზეთის მოხმარებამ გაასწრო თბილისის მოხმარებას და უკვე ენერგოპროს, ანუ დანარჩენი საქართველოს მოხმარებასაც პრაქტიკულად დაეწია. აქ აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, ოპონენტები ყოველთვის სპეკულირებენ ხოლმე ამით აფხაზეთს რომ მოიხსენიებთ ასე ცალკეულად. სინამდვილეში რატომ ვაკეთებთ ამ ხაზგასმას? კი, არა, აფხაზეთის ცალკე მოხსენიება არის აუცილებელი, რატომ? იმიტომ რომ აფხაზეთში შესული დენის თანხას საქართველოს არ იხდის, ის საქართველოს მოსახლეობა არ იხდის და ის არ ხმარდება საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის საჭიროებებს. ამიტომ, როდესაც საუბრობთ ენერგეტიკულ ბალანსზე, მაგალითად, რომ აშენებულიყო ნამახვანი ჰესი, ნამახვანი ჰესის დენს ჩვენ ხომ უფასოდ არ მივაწოდებდით აფხაზეთს. ამიტომ ენერგეტიკული ბალანსის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში გამიჯნული იყოს აფხაზეთი საქართველოს დანარჩენი კონტროლებადი ტერიტორია. ანუ მარტივად რო ვთქვათ, მაგალითად ბალანსში ჩვენ ვერ ხედავთ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მოხმარებას. რა ეს იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთს არ თვლით საქართველოს ტერიტორიად? უბრალოდ მის თაობაზე ენერგეტიკულ ბალანსში ინფორმაცია არ არის. ამიტომაც უნდა განვასხვაოთ აფხაზეთის მოხმარება და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიების მოხმარება ენერგეტიკულად. და აქ აუცილებლად მინდა ხაზი გაუსვათ იმას, რომ საქართველოს მთლიან მოხმარებაში იმპორტის წილი საუბარი არის გასულ წელს. იყო მხოლოდ 10.86%. ოკუპირებული რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ჩათვლით. და თუ
მაგას გამოვაკლებთ 5%-ზე ქვემოთ ჩამოვდივართ. ხო, თითქმის 5%-იც კი არ გქონდა დეფიციტი, რომლისთვისაც იმპორტი დაგჭირდა. კი, და აქ მარტო დეფიციტის დასაფარად არ არის ეს იმპორტი გამოყენებული, მაგალითად რაც მოხდა ივლისში. როდესაც გენერაციაც გქონდა, ჰესებში წყალიც იყო, მაგრამ იმის გამო რომ გვაქვს გეოგრაფიული ასიმეტრია, ანუ გენერაციის ობიექტები ჰესები არის დასავლეთ საქართველოში, ხოლო ძირითადი მოხმარება არის აღმოსავლეთ საქართველოში და ეს კავშირი დაკიდებული არის დაურეზერვებენ, ანუ ალტერნატივის არ მქონე 500 კილოვოლტიან იმერეთის გადამცემ ხაზთან ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა ამდენის ჩამოტანა მოხმარების ცენტრებამდე. და ამიტომ იმპორტის სინამდვილეში გჭირდება ერთ-ერთი მიზანი ამ იმპორტის არის ის, რომ ზუსტად ეს როდენი ვერ მოგაქვს, აქ წყალს ხური, აქ კი ან თბოელექტროსადგურის ჩართვა გიწევს, ან იმპორტის განხორციელება მეზობელი ქვეყნებისგან. უფრო მეტი სიცხადე მინდა შევიტანოთ იმპორტირებული ელექტროენერგიის მოხმარებასთან მიმართებით. კერძოდ, მაგალითად, როგორც ჩვენ ვიცით, ისევ სახელმწიფო უწყებების მიერ მომზადებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ხომ, გასულ წელს რუსეთიდან შემოტანილი ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი, რაც უკვე ვთქვით, წაიღო რუსეთის მიერვე ოკუპირებულმა აფხაზეთმა, რაშიც, როგორც თქვენ თქვით, სახელმწიფო ფულს არ იხდის, ანუ ჩვენ ფულს არ ვიხდით. ნუ, რაც ვიცით, არ ვიხდით. კი ბატონო, მაგრამ იანვარ-თებერვალში მთელი რუსული იმპორტის 99%-ზე მეტი წავიდა მთლიანად ოკუპირებულ აფხაზეთში. ასე იყო ეს. და ასევე როგორც წლებია გრძელდება ეს. იგივე მონაცემები გვაქვს დაახლოებით 2024 წელს. ეს ერთი წლის მონაცემი რომ არ იყოს, ვინმეს მაყურებელს მსმენელს რომ არ მოეჩვენოს, რომ მხოლოდ ერთი წლის მონაცემების დაყრდნობით ვამბობთ ამას. 2024 წელსაც ეს იყო ასე, როდესაც ენგურის თლიანი მოხმარების 8.86% იყო მხოლოდ იმპორტირებული ელექტროენერგია და აქედან ნახევარზე მეტი ასევე წაიღო რუსეთის მიერ ოკუპირებულმა აფხაზეთმა. კი, ეს ზოგადად სამწუხაროდ ენგურ ჰესთან დაკავშირებით რა ხელშეკრულება არის, საერთოდ არ არის, რა ტიპის შეთანხმება არის, არ არის ცნობილი, რაღაც კალაძეს თუ ენდობით ჯენტლმენური შეთანხმების ნაწილი იყო, თუმცა იმ დროს, როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად ჭირდება ელექტროენერგია, ანუ ზამთრის პერიოდში, ენგურჰესის თლიანი გამომუშავება, ენგურჰეს არ გულისხმობ მხოლოდ ენგურჰეს, ენგურჰესი ვარდნილ ჰესების კასკადის მის კომპლექსში შედის. მის კომპლექსში შედის. თლიანად მიდის აფხაზეთში და არც ეს დენი არ არის საკმარისი. რუსეთიდან, ანუ კავკასიონის ხაზის გამოყენებით ხდება იმპორტი ელექტროენერგიის და იმ ელექტროენერგიის აბსოლუტურად უდიდესი ნაწილიც მიდის აფხაზეთში. ანუ რეალურად ზამთრის პერიოდში არც ენგური და არც ვარდნილ ჰესების კასკადი ჩვენი არ არის, პირობითად, ანუ მის გამომშავებული დენი ჩვენი არ არის და არც ეს არ არის საკმარისი აფხაზეთისთვის იმპორტი ჭირდებათ მათ და ვიცით რომ ასეთი გაზრდილი მოხმარება ოკუპირებულ აფხაზეთში უკავშირდება კრიპტოფერმების მასობრივ ფუნქციონირებას, ხო? მაგრამ ასევე ვიცით რომ ეს არ არის მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთის პრობლემა და იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ მათ შორის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ეგრეთ წოდებული ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც, მათ შორის თბილისშიც, აგერ ჩვენგან რამდენიმე კილომეტრში გლდანში. რა ვიცით ამის შესახებ? აი, ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი. და აგიხსნით რატომაც? იმიტომ რომ დიდი კრიპტო ინდუსტრიები, ასე ვთქვათ, საწარმოები განთავსებული არის აღმოსავლეთ საქართველოში. საქართველოს ენერგეტიკული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილი და ძირითადი სუსტი წერტილი არის ზუსტად ის გეოგრაფიული ასიმეტრია. ეს დიდი ინდუსტრიები, მაგალითად, მხოლოდ ორმა კრიპტო ინდუსტრიამ, ეს იყო 2025 წელს AI Tech Solutions-მა და TechSprint-მა და კიდევ სხვებმაც, მაგრამ ამ შემთხვევაში მარტო ორმა მოიხმარა 600 მილიონი კილოვატ-საათი. 600 მილიონი კილოვატ-საათი, ანუ უფრო მეტი, ვიდრე რუსეთთან იმპორტით შემოვიტანეთ, ანუ იმპორტ დამოკიდებულებასთან თუ დავაკავშირებთ. მაგრამ ეს არ არის მარტო რომ 600 მილიონი მოიხმარა. ის 24/7-ზე ითხოვს დენს დასავლეთ საქართველოსთან, ანუ გენერაციის ობიექტებიდან, ჰესებისგან, რის გამოც მუდმივად იტვირთება 500 კილოვოლტიანი, ერთადერთი 500 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი იმერეთი, რაც საბოლოო ჯამში, რომელიც არის ნაწილობრივ ამორტიზირებული, შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ 70-იან წლებში აშენდა და ზუსტად ამ მოთხოვნის, მუდმივი მოთხოვნის და ძაბვაზე მუდმივი მოთხოვნის გამო მოხდა არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, სავარაუდოდ, მთელი საქართველოს სამჯერ ჩაუბრუნდა. რატომაც ჩაუბრუნდით ივლისში სამჯერ.
ვიდრე გავაგრძელებთ, მოდი მაყურებელს მივაწოდოთ ინფორმაცია, ვინ მოიხმარს რეალურად ყველაზე მეტ ელექტროენერგიას ამ ქვეყანაში. პირველი არის ზესტაფონის სფერო, მაგრამ საინტერესოა მომდევნო ყველაზე მსხვილი საწარმოები ვინ არიან. წეგან ვახსენეთ რეკორდული ზრდის წელიწადი 2021. აი იმ წელს 433 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარა BFDC ჯორჯიამ. აი ამ ერთმა კონკრეტულმა საწარმომ ქვეყნის მოხმარების 3%-ზე მეტი წაიღო. ეს არის კრიპტოქარხანა, კრიპტოსაწარმო, რაც გინდათ ის დაუძახეთ, ეს საწარმო გლდანში, თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარეობს. დავით, რატომ არის თავისთავად ის პრობლემა, რომ კრიპტო საწარმოებს მიაქვთ უზარმაზარი რაოდენობის ელექტროენერგია? ანუ არიხდიან ისინი გადასახადებს, დაბალი ტარიფით მიეწოდებათ ელექტროენერგია, თუ კიდევ რა პრობლემებთან გვაქვს აქ საქმე? ორი საკითხი არის რა, გადასახადებთან დაკავშირებით. თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, რაც მინიმუმ ვიცით, არის ის, რომ ელექტროენერგიაში ეს კომპანიები იხდიან 1 კილოვატ-საათში მინიმუმ 18%-ით ნაკლებს, ვიდრე თითოეული ჩვენთაგანი, იმიტომ რომ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ისინი განთავისუფლებული არიან DGG-ს დამატებული ღირებულების გადასახადისგან და ამიტომ მათთვის 1 კილოვატ-საათი 18%-ით იაფია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ბიზნესისათვის საქართველოში. და შედარებისთვის უფრო მეტ სიხდის 1 კილოვატ-საათ ელექტროენერგიაში რეგიონებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქე, რომლის თვიური მოხმარება არ აღემატება 100 კილოვატ-საათს. კი, თუ შევადარებთ, სადღაც ეგრე გამოვა ნამდვილად. აქ კიდევ ერთი საკითხია რა, კრიპტო ინდუსტრიის მოხმარებას თუ დავთვლით ცალკე უხეშად, მაგალითად თავისუფალი ეკონომიკური ზონების მოხმარებას, რომელიც სადაც 800 მილიონი კილოვატ-საათია. აფხაზეთის მოხმარებასაც თუ ჩავთვლით, რომელიც დაახლოებით 2 მილიარდზე მეტია. სვანეთის ან მესტიის მუნიციპალიტეტის მოხმარებას თუ ჩავთვლით, რომელიც სადაც 110 მილიონი კილოვატ-საათია, ხო? აი ხა თქვენ თვითონ გამოთვალეთ, აი რომ შევკრიბოთ 14 მილიარდ ნახევარ კილოვატ-საათს, რომელიც საქართველოს მთლიანი მოხმარება, გამოვაკლოთ ეს სადღაც 30% პრაქტიკულად გამოდის კრიპტო ინდუსტრიისთვის და რა ენერგიის მოხმარებაზეა, ხო? თან ეს ქმნის ორ პრობლემას რა, ერთი პრობლემა არის ის, რომ სტაბილურობის პრობლემას ქმნის, იმიტომ რომ ისინი 24 შვიდზე ითხოვენ დენს, ხოლო ჩვენს ჰიდროელექტროსადგურებს არ შეუძლიათ მას ასეთ რეჟიმში მუშაობა. მით უმეტეს წელიწადის ყველა დროს. მით უმეტეს ზამთარში, როდესაც წყალი არ არის და ჰიდროელექტროსადგურები მიზერულ გამომუშავებაზე არიან და მაგალითად აი თქვენი ნახსენები მცირე ჰესები საერთოდ პრაქტიკულად ვერ მუშაობენ, სასაცილო გამომუშავებები აქვთ და მეორე, კვლავ დაუბრუნდეთ ერთადერთ მაგისტრალურ ხაზს იმერეთს, რომელიც მუდმივად დატვირთვის რეჟიმშია და მუდმივი დატვირთვის რეჟიმი ნიშნავს, რომ მისი ცვეთა გაცილებით უფრო გააქტიურებულია, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში იქნებოდა. და როგორც ვიცი, DGG-ს გარდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში არსებული ეს კრიპტოსაწარმოები არ იხდიან მოგების, არ იხდიან ქონების გადასახადს, მაგრამ აქ მინდა გითხოთ, სხვა რა სარგებელს ვიღებთ ჩვენ ამ კრიპტოქარხნებისგან? ხალხი ჰყავთ დასაქმებული? ზესტაფონის სფერო რომ არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომხმარებელი ქვეყანაში ელექტროენერგიის, რამდენიმე 1000 ადამიანი მაინც ყავს დასაქმებული, ხო? და სარგებელს იღებს ქვეყანა და საზოგადოება. კრიპტოსაწარმოებიდან თითოეული ჩვენგანი რა სარგებელს ვიღებთ? არ არის ცნობილი რამდენი კაცი ხავთ. აი კრიპტოსაწარმოებიდან საერთოდ აღირიცხება თუ არ აღირიცხება, რა სიხდიან, რა საწარმოებენ, რა რეგულაციების ქვეშ ექცევიან, ეს არ არის ცნობილი. ბოლოს ერთ-ერთი ფილმი ვნახე და მხოლოდ დარაჯი იყო ეგ დასაქმებული. და ეგრეც იქნება, იმიტომ რომ ეხა კრიპტო ინდუსტრიის მართვას, ანუ კრიპტოსაწარმოს მართვას არ ჭირდება რაღაცა კომპლექსური, მისი მართვა პრაქტიკულად ტელეფონითაც არის, ან ლეპტოპითაც არის შესაძლებელი, ხო? რეალურად მისი დასაქმება მოიცავს სავარაუდოდ აი დაცვის სამსახურს ან რაღაცა სხვა რამოდენიმე ადამიანს. შეღავათებით უზარმაზარი სარგებელი აქვს თვითონ, მოგებაც გარანტირებულად. ხოლო ეკონომიკურ, ასე რომ ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ კეთილდღეობას ის არ ქმნის. და სანაცვლოდ უქმნის სერიოზულ პრობლემას საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას და ენერგომომარაგებას. თქვენ დასაწყისში ახსენეთ ჩაუბნელდებით თუ არა იმ მითზე და დიახ ჩაუბნელდებით, თუმცა ეს ჩაუბნელება გამოწვეული არ იქნება იმით, რომ ჰესებს არ ვაშენებთ. არამედ ეს ჩაუბნელება გამოწვეული იქნება იმით, რომ აი თუ კრიპტო ინდუსტრიამ ასე გააგრძელა ფუნქციონირება მომავალში და არანაირ რეგულაციას არ დაემორჩილა. საუბრის დროს თქვი, რომ ზამთარში ახალი ჰიდროელექტროსადგურები თუ ძველი ჰიდროელექტროსადგურები, ანუ მოდინებაზე მომუშავე ჰესები ვერ გვაძლევენ ენერგიას, ან საერთოდ ვერ გვაძლევენ, ან ძალიან ცოტას გვაძლევენ, ხო, წყალმცირობის გამო, იმიტომ რომ ძირითადად მთის მდინარეებზეა დამოკიდებული, მთაში თოვლი ამ დროს გაყინულია და საკმარისი რესურსის წყალი არ აქვთ. რატომ ვაშენებთ აბა ამდენ ჰიდროელექტროსადგურს? მსმენია ერთ-ერთი მითია მათ შორის, რომ ექსპორტიორი ქვეყანა გვინდა გავხდეთ ელექტროენერგიის. აი ეს თქვენს მიერ არაერთხელ აღნიშნული ამ მოკლე მონაკვეთში დამაკავშირებელი აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ხაზი
ამ ნაწილშიც ქმნის პრობლემას, თუ რეალურად გვაქვს შანსი, რომ ექსპორტიორი ქვეყანა გავხდეთ, ბევრი ჰესი თუ გვექნება კიდევ უფრო მეტი. აი, ეს არის ძალიან კარგი კითხვა და საინტერესო და გეტყვით რატომ. მითია ესეც, როდესაც აიგივებენ ერთმანეთთან ენერგეტიკულ ჰაბს, კილოვატ-საათების ექსპორტს და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ერთმანეთთან. საქართველოს შემთხვევაში ეს სამი კონცეფცია ერთმანეთს გამორიცხავს და რატომ? თუ საუბარია რომ საქართველოს უნდა გადაიქცეს ენერგეტიკულ ჰაბად, მას სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარება ჭირდება, რომელიც შეუძლია გატარება დენის ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში საქართველოს გავლით. თუ საუბარია იმაზე, რომ ჰესებს ვაშენებთ იმისთვის, რომ ექსპორტზე გავიტანოთ, აქ სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარება ჭირდება, რომელიც უზრუნველყოფს ამ ჰესების დენის პირდაპირ ექსპორტზე გატანას ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. მაგრამ თუ საუბარია არის ენერგოუსაფრთხოების გაზრდაზე, აქ აბსოლუტურად სხვა ტიპის ინფრასტრუქტურა უნდა ყოფილიყო დაგეგმილი და განხორციელებული, რაც თითითიძე არავის არ დაუდია მთელი ამ წლის განმავლობაში და გულისხმობ რას? თუნდაც იმერეთისთვის ალტერნატიული ხაზის არსებობას, თუნდაც იმ გამოწვევებზე პასუხს, რა გამოწვევებით საქართველოს ენერგეტიკულ სექტორს აქვს, მათ შორის ზამთარში, როდესაც გენერაციის ობიექტები, ანუ ჰესები ვერ მუშაობენ და ვერ გამოიმუშავებენ წყალმცირობის გამო, თუნდაც გეოგრაფიული ასიმეტრიის გამო. არც თუნდაც ევროკავშირთან ენერგეტიკული დირექტივების ტრანსპოზიციის გამო, რომელიც უზრუნველყოფდა მაგალითად დასავლეთის გენერაციის წყაროებზე დამოკიდებულების შემცირებას აღმოსავლეთ საქართველოში და თუნდაც გენერაციის წყაროების დივერსიფიკაციას, ანუ ისეთი გენერაციის წყაროებზე გადასვლას ან ფიქს ან დაგეგმვას, რომელიც ზამთარში, ასე რომ ვთქვათ, ჩაანაცვლებდა თუნდაც ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებას, რომელიც ზამთარში პრაქტიკულად არც ერთი არ მუშაობს. ეს სტრატეგია საქართველოს არ აქვს და მხოლოდ იმის ძახილი, რომ ჩვენ დენის თუ გვექნება ექსპორტზე უნდა გავიტანოთ, ეს ენერგოუსაფრთხოების ხარისხს არც ერთი პროცენტით არ ზრდის. რამდენიმე საკითხზე მინდა ფოკუსირება. პირველი რომ თუ კი ეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ხაზი არის მოძველებული და ვერ უძლებს უკვე არსებული დატვირთვას, თქვენ თქვით რომ გენერაციის ძირითადი ობიექტები, ანუ მსხვილი ჰესები და ჰესების უმეტესობა არის დასავლეთ საქართველოში. დაგეგმილიც იქით. დაგეგმილის თუ ავიღებთ ნამოხან ჰეს, ხუდონ ყველა იქით არის. ჰეს, ნესკრა ჰეს და კიდევ რა ვიცი, ათობით სხვა ჰეს, მსხვილი თუ საშუალო სიმძლავრის თუ მცირე სიმძლავრის არის დასავლეთ საქართველოში. ანუ ამ პრობლემას კიდევ უფრო ვაღრმავებთ თუ რამენერად ვაღრმავებთ. რაც მოხდა ეს ივლისში, ეს არის ძალიან საინტერესო და ეს თვითონ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაცაც აქვს აღიარებული მაისში გამოქვეყნებულ დასკვნაში, როდესაც თქვა რომ წყალი და გენერაცია ჩვენს ჰიდროელექტროსადგურებში პრობლემა არ არის, პრობლემა არის დამაკავშირებელ იმერეთის ხაზზე, რადგანაც ამ სიმძლავრის გამოტარება აღმოსავლეთ საქართველოში ვერ ხერხდება. 10 ნამახვანი რო ყოფილიყო აშენებული, 10 ხუდონი რო ყოფილიყო აშენებული, 10 ნესკრა რო ყოფილიყო აშენებული, ივლისში ბლეკაუთი, ასე რომ ვთქვათ, ჩაბნელება მაინც მოხდებოდა. იმიტომ რომ ეს ხაზი უკვე დატვირთვის მაქსიმუმზე მუშაობს და მას არ შეუძლია დამატებით რამდენი ჰესიც არ უნდა ააშენო, მით უმეტეს პატარა ჰესების აშენება საერთოდ აზრს არის მოკლებული, რას ემსახურება გაუგებარია. ამიტომაც იყო მაგალითად ნამახვანის ხელშეკრულებაში ერთ-ერთ პუნქტად სახელმწიფოს ჰქონდა აღებული ვალდებულება, რომ კონკრეტულად ნამახვან ჰეს აუშენებდა დამოუკიდებელ მაღალი ძაბვის გადაცემ ხაზს თურქეთში დენის გასატანად. იმიტომ რომ ალბათ ენკამაც იცოდა, რომ ჩვენ ხაზების გავლით ექსპორტს ვერ განახორციელებდა. მცირე ჰესებთან დაკავშირებით მინდა ასევე გკითხოთ, მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია რა ფასად იყიდება ექსპორტის შემთხვევაში, როცა გვაქვს, მაგრამ ცირია თუ ბევრია რაც არის, რა ფასად ვყიდით ჩვენ მეზობელ ქვეყნებში და ეს არის თუ არა იმაზე დაბალი, ვიდრე ჩვენ ვყიდულობთ ამ ჰესებიდან ელექტროენერგიას. რა თქმა უნდა და ეს არის ის კვლავ რო დაუბრუნდეთ, ეს არის ენერგეტიკული სტრატეგიის საკითხი. ჩვენ მუდმივად წლების განმავლობაში საუბრობთ იმაზე, რომ როდესაც აქ აქცენტი გაკეთებული ექსპორტი უნდა გავაკეთოთ დენის. აქ მცირე ჰესებზე არაა საუბარი, ყველა ჰესია საუბარი. ქონდა თუ არა ვინმეს ანალიზი და შეფასება გაკეთებული სახელმწიფოში, მაგალითად ჩვენს მეზობელ ქვეყნებს ჭირდებოდა თუ არა ერთი ეს დენი, რა ფასად შეეძლოთ მათ ამ დენის ყიდვა და რა ხდებოდა თავად ამ ქვეყნებში მათი საკუთარი მომხმარების დასაკმაყოფილებლად. მივიღეთ შედეგად ის, რომ წელს უკვე მაისიდან მოყოლებული თურქეთში ელექტროენერგიის ფასი შემცირდა 1.8 ცენტამდე.
მაშინ როდესაც ნებისმიერი მცირე ჰესის დენი ჩვენ უნდა ვიყიდოთ მინიმუმ 6 ცენტად ან 6.5 ცენტად. უფრო მეტადაც. პრაქტიკულად 4-ჯერ მეტ ფასად ვართ. სახელმწიფო არის ვალდებული 4-ჯერ მეტ ფასად შეიძინოს ელექტროენერგია ამ ჰესებისგან, ვიდრე ეს ღირს იმპორტი. და რაც ყველაზე მთავარი არის, იმის გამო რომ პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა, არა მარტო როგორც ინფრასტრუქტურულად, არამედ ფასის თვალსაზრისითაც ამ ჰესების გამომუშავებული დენის მათ შორის არის გაზაფხულზე, როდესაც უნდა იმუშაონ ამ ჰესებმა დენის გატანა თურქეთში პრაქტიკულად მოუწია ჰესებს ამ წყლის დაღვრა. იმიტომ რომ არც ქვეყანაში არ იყო მოთხოვნა და ვერც ექსპორტზე ვეღარ. ანუ ჭარბ ელექტროენერგიას როცა ქმნიან ჰიდროელექტროსადგურები, ჩვენ გვიწევს მარეგულირებადი, ანუ დიდი წყალსაცავიანი ჰესებიდან, ძირითადად წყლის დაღვრა. საიდანაც უფრო იაფად ვყიდულობთ ელექტროენერგიას, წყალი დავღვაროთ. კი, იმიტომ რომ ფიზიკურად აქვს ყველა რეზერვუარს თავისი ზღვარი და იმ როდესაც წყალუხობის პერიოდია ეს რეზერვუარი ძალიან სწრაფად ივსება და შესაბამისად მისი გადავსება არ შეიძლება. ანუ დიდი წყალსაცავიანი ჰესებიდან წყალს ვღვრით იმის გამო, რომ მათ მიერ მოწოდებული ელექტროენერგია აღარ გვჭირდება, რადგან მცირე ჰესებიდან ვალდებულები ვართ შევიძინოთ. ძვირად. კი, მაგრამ შეიძლება მივადგეთ იმ მომენტსაც, როცა მათაც უბრალოდ გადაუხდით ფულს იმ კილოვატ-საათებში, რომელიც მათ არ გამოუმუშავებთ. ანუ არ იმუშავებს ჰესი, მაგრამ ვალდებულები ხარხა გადავიყადოთ იმ პროგნოზით, რაც უნდა გამოემუშავებინა. მოდი მაყურებელს განვუმარტოთ, მსმენელს ავუხსნათ, რატომ ვართ იძულებული რომ ასე მოვიქცეთ. დღეისათვის ქვეყანაში 113 მოქმედი ჰიდროელექტროსადგური გვაქვს. სამთავრობო განკარგულებების მიხედვით დაგეგმილია 2-ჯერ მეტის მშენებლობა, კიდევ 240 ჰესის. ამ გიგანტური სიის აბსოლუტური უმეტესობა 184 პროექტი მცირე ჰესია. რატომ ვაშენებთ ამდენი მცირე ჰესს? შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რომ ეს ეფექტურია. მოდი შევხედოთ არსებული მცირე ჰესების გამომუშავებას. ენერგობალანსის მიხედვით წელს იანვარში საქართველოში მოქმედი 85-მდე მცირე ჰესის ჯამური გამომუშავება ზუსტად 59 მილიონი კილოვატ-საათში ადგენს. ეს მოცულობა ქვეყნის მთლიანი შიდა მოხმარების ერთი დღის სამყოფი დენია. ოდნავ მეტი. კიდევ უფრო საგანგაშოა მსხვილი პროექტების ფიასკო. 178 მეგავატიანი სიმძლავრის მქონე უზარმაზარმა შუახევი ჰესმაც კი იანვარში სულ რაღაც 12 მილიონი კილოვატ-საათი გამოიმუშავა. რა არის ამის მიზეზი? რატომ ვაშენებთ მაშინ ახალ ჰესებს? ახალი ჰესების აბსოლუტური უმეტესობა ყოფილ და მოქმედ მინისტრებს, მათი ოჯახის წევრებს, ყოფილ და მოქმედ დეპუტატებს, ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ გავლენიან პირებს ეკუთვნით. აი მაგალითად, ქართული ოცნების მთავრობის გარემოს დაცვის მინისტრის დავით სონღულაშვილის ძმა და მამა აშენებენ 5 ჰესს ქვემო სვანეთში მდინარე ცხენისწყალზე. ივანიშვილის პარლამენტის წევრთან გოჩა ენუქიძესთან ერთად. ენუქიძე ჰესების აშენებას ქვემო სვანეთის გარდა ზემო სვანეთში, რაჭასა და გუდამაყრის ხეობაშიც გეგმავს. მესტიაში კასლეთი 1 ჰესის პროექტში ენუქიძის პარტნიორი, ქართული ოცნების პარლამენტის წევრი და პრორუსული პროპაგანდისტული მედიის, პოსტივის მეპატრონე ვიქტორ ჯაფარიძეა. რაჭაში ჭიდოლა ჰესს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და მისი სეხნია, კრასნოდარის ცირკის დირექტორი, ასევე ალექსანდრე ჭიკაიძე ააშენებენ. ქობულეთში აჭი 1 ჰესს ააშენებს სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი. ბაზრა ჰესების კასკადი გურიაში, გომის მთისძირში და როშკის ჰესების კასკადი ხევსურეთში სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილ ხელმძღვანელს სულხან ზუმბურიძეს და მის მოადგილეს მამუკა პაპუაშვილს ეკუთვნით. სულორის ჰესების კასკადს აშენებდა სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ნათლიმამა, ქართული ოცნებიდან ვანის საკრებულოს წევრი ბიჭიკო პაიკიძე. ლილუაშვილის დაპატიმრების და პაიკიძეზე ძებნის გამოცხადების შემდეგ პროექტი შეწყდა. ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ცოლის ძმის, კოკა კოკოლაშვილის სახელზეა 32 ჰესის პროექტი იმერეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში. ცნობილი კალათბურთელი ზაზაფაჩული ააშენებს ეს მდინარე რიცეულაზე, რაჭაში. ამავე მდინარეზე 2 ჰესის მფლობელი, ყოფილი დეპუტატი დავით ბეჟუაშვილია. რაჭაშივე ჯერჯერობით 2 ჰესს აშენებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე. დავით, ეს სია რას გვეუბნება? ეს სია გვეუბნება იმას, რომ რეალურად რო წარმოვიდგინოთ, საქართველოში გენერაციის 75% ისედაც მოდის ჰიდროელექტროსადგურებს, რომელიც ქმნის ერთის მხრივ სეზონური დისბალანსის პრობლემას, ანუ ზამთარში ეს ჰესები ვერ მუშაობენ, გაზაფხულზე და ზაფხულში კი ჭარბი აქვს გამომუშავება და რაზეც ვისაუბრეთ, ხდება წყლის დაღვრა და ასე შემდეგ. მეორეს მხრივ გეოგრაფიული ასიმეტრია გვაქვს, როდესაც ჰესების აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ დასავლეთ საქართველოში შენდება, მისი აღმოსავლეთ ნაწილში
ასე ვთქვათ, ელექტროენერგიის, ასე ვთქვათ, გადმოტანა, ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი რაღაც კარტოფილი, ხომ არ არის, რომ გადმოიტანო, ვერ მოხდება. ანუ მოხმარება უმეტესად არის თბილისში, იმიტომ რომ კრიპტოსა წარმოებიც აქეთ არის, ხო? კი, აღმოსავლეთ საქართველოში გენერაცია არის დასავლეთ საქართველოში და ეს დასავლეთ საქართველო და აღმოსავლეთ საქართველო დაკავშირებული არის ერთი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზით. კი, და აუცილებლად მინდა კითხო, ეს სია, რაც ახლა მე წავიკითხე, არ არის სრულყოფილი. კი. არასრულყოფილია, კიდევ ბევრი ჰესია, რომელიც ყოფილი თუ მოქმედი ჩინოვნიკების მფლობელობაში ან საკუთრებაში ან მათი ოჯახის წევრების. ყველა ამ ჰესის მეპატრონეს ქართული ოცნების მთავრობის პირობებში მიცემული აქვს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება და ეს პროექტები აღიარებულია სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტებად. PPA-ის რომ უძახიან, ასე ვთქვათ. რა ვალდებულებას კისრულობს ქართველი ხალხი, როდესაც ქართული ოცნების მთავრობა მათივე ჩინოვნიკების ან ყოფილი ჩინოვნიკების ოჯახის წევრებს, ძმებს, დებს, მამებს და ასე შემდეგ, ცოლებს აძლევს ასეთი ტიპის კონტრაქტებს. ჩვენ რა ვალდებულების ქვეშ ვექცევით ამით? ჩვენ ვექცევით ერთი ვალდებულების ქვეშ იმ კუთხით, რომ შენ ეს ყველაფერი ზემოქმედებს ტარიფზე და ამ სისტემაში, ცენტრალიზებულ სისტემაში ეს ადრე თუ გვიან მოახდენს ტარიფის კიდევ უფრო გაზრდას და არ შემოიფარგლება ეს მხოლოდ 5 თეთრით, იმიტომ რომ როდესაც ამ ჰესების გამომუშავებული დენი, ძვირი დენი შემოვა ენერგეტიკულ სისტემაში, რა თქმა უნდა, საერთო შეწყვეტილი ტარიფის გაზრდა გარდაუვალი იქნება და ამას თვითონაც აღიარებენ. მეორე, ეს ჰესები ენერგეტიკულ საჭიროებებს ენერგეტიკული საჭიროების დაკმაყოფილებას არ ემსახურება და მესამე, ეს არის გარანტირებული შემოსავალი ამ პირებისთვის. ხო? აი, სულ რო ყველაფერს თავი დავანებოთ, არ შეიძლება გადაწყვეტილების გამცემი, ასე ვთქვათ, გარემოსა და სოფლის მეურნეობის დაცვის მინისტრი, რომლის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებაც გასცემს დადებით გარემოს დაცვით გადაწყვეტილებას, მისი ძმა და მამა აშენებდნენ და მინიმუმ ინტერესთა კონფლიქტია ყველაფერს სხვასო თავი დავანებოთ. ხო, აი ვიცი, ხა რა უნდა ვთქვა? ანუ გარემოს დაცვის მინისტრის ქართული ოცნების მთავრობაში ძმის და მამის კომპანიას აქვთ ნებართვები ცხენის წყალზე თითქმის 5 ჰესის მშენებლობის და გარემოს ეროვნული სააგენტო, რომელიც ამ მინისტრის პირდაპირ დაქვემდებარების ქვეშ არის, უნდა აკონტროლოს ისინი, მან გასცა დადებითი გადაწყვეტილება და მან უნდა გააკონტროლოს, რამდენად შესრულდება ამ გადაწყვეტილების პირობები და უბრალოდ ჩვენ დანარჩენი მოსახლეობამ რაღაცა უნდა ვირწმუნოთ ბატონი მინისტრის კეთილსინდისიერებაში, რომელიც თავის ძმას და მამას ძალიან მკაცრად თან იმის გათვალისწინებით, რომ უამრავი მაღალი თანამდებობის პირი არის კორუფციული ბრალდებით დაპატიმრებული. მათ შორის თვითონ ლილუაშვილიც კი მზის პანელებთან მიმართებით, ხო, მზის სადგურთან მიმართებით თურქ ბიზნესმენთან დაკავშირებით ბრალის ერთი ეპიზოდი მაგაზია აქვს საყანებული. კი, პრაქტიკულად გამოდის რა, იცით, რომ აი შემდეგში კიდევ რომ დავბნელდებით და მოსახლეობა დაიწყებს კითხვების დასმას, კი, მაგრამ კაცო ამდენი ჰესი ავაშენეთ და რაღაცო დაუბნელდითო, უნდა იცოდეს ამ მოსახლეობამ, რომ ეს ჰესები, რამდენი ჰესი წავნა ააშენო, ენერგოუსაფრთხოების ხარისხს ქვეყანაში ვერ გაზრდა, იმიტომ რომ ჩვენთან არსებული მიდგომა არ ემსახურება და საერთოდ არ აქვს მიზნად ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდა. ასე რომ ყოფილიყო წლების განმავლობაში არ ჩაიდებოდა ეგრეთ წოდებული ინვესტიციები ისეთ პროექტებში და ისეთ გადამცემ ხაზებში, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა აკეთებს, რომელიც ახლო-მახლოშიც კი არ აზღვევდა იგივე იმერეთის 500 კილოვოლტიან გადამცემ ხაზს. მისი მიზანი იყო ერთადერთი, რომ ამ ახალაშენებულ ჰესებს ქონოდათ შესაძლებლობა ელექტროენერგია ექსპორტზე გაეტანათ მეზობელ სახელმწიფოებში. და აქ ამის მტკიცებულება 2021-დან 2026 წლის დასაწყისამდე პერიოდში ქვეყნის ქსელში 30 ახალი ჰესი ჩაერთო, მათგან 26 მცირე და 4 საშუალო სიმძლავრის. ამ ათობით ახალაშენებული სადგურის ჯამური გამომუშავება ზამთრის პერიოდში ქვეყნის მოხმარების 1%-საც კი ძლივს აღწევს. მაგალითად 2022 წელს ახალი ჰესების წილმა ზამთრის მოხმარებაში მხოლოდ 0.44% შეადგინა, 2023 წელს 0.13%, 2025 წელს 1.1%. ანუ 5 წელიწადში აშენებულმა ათობით ჰესმა ზამთრის დეფიციტის გადაწყვეტაზე პრაქტიკულად ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა.
კი, და ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო მონაცემია, ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით, კიდევ ერთი მითი დაუკავშირდება იმას, რომ აი თბოსადგურები თითქოს და ახალაშენებული ჰიდროელექტროსადგურები ანაცვლებენ ან შეუძლიათ ჩაანაცვლონ თბოსადგურების გამომუშავება. რომლისთვისაც გაზი ასევე შემოგვაქვს იმპორტით, და ფაქტურად გამოდის, რომ ესეც იმპორტიაო, იმიტომ რომ გაზი იმპორტით შემოგვაქვს, რის გამოც მუშაობს თბოელექტროსადგურები. კიდევ ერთხელ ვიძახი. თბოელექტროსადგურის ჩართვა პრაქტიკულად საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ 2026 წლის მაისში მომზადებული დასკვნის თანახმად კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის ჩართვის შესაძლებლობის საჭიროება თავად დააყენა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მართალია გენერაცია იყო, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოში მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ამ გენერაციის მოწოდების შეუძლებლობის გამო საჭირო მაინც გახდებოდა ივლისის თვეში თბოელექტროსადგურის ჩართვა. ამიტომ საუბარი რომ მან განსაკუთრებით მცირე ჰესი შეძლებს აი რომ განვასხვაოთ რა არის რა. თბოელექტროსადგური ირთვება, მას ესე ვერ გამორთავ წამ დაუწო. ის რომ ირთვება, მან მინიმუმ 1 თვე უნდა იმუშაოს და ზუსტად ამაში მზადყოფნაში უხდით მას ფულს. თუ ჩაიხედავთ ბალანსში, ის არ მუშაობს, მაგრამ მას ფულს მაინც უხდით. რატომ? იმიტომ რომ ჩაირთვება, მას სულ უნდა იმუშაოს 24/7-ზე, 30 მინიმუმ 30 დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში ახლა პატარა ჰესი, რა ქვია, 1 მილიონ კილოვატ-საათს გამოიმუშავებს და იმე დავაკლოთ ახლა ამას 1 მილიონ კილოვატ-საათიო, ეგრე არ მუშაობს სისტემა, ხო? თბოელექტროსადგური არის ბაზისური სადგური, თბოელექტროსადგურის დანიშნულება არის ზუსტად იმ სიხშირეების და ასე ვთქვათ, სიმძლავრეების კონტროლი ცენტრალურ ქსელში, სხვათა შორის ის რომ ცენტრალური ქსელი გაქვს, ეს ცალკე პრობლემაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მცირე ჰესები ვერაფრით მისი საჭიროება არსებულ სისტემაში ვერაფრით ვერ საბუთდება. მადლობა დავით. ამ პოდკასტით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ საუბარი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებაზე დგას რამდენიმე მითზე, რომელთაც პროპაგანდა ყოველდღიურად გვკვებავს. ეს მითები შესაძლოა სწორედ იმ მოტივით არის შეთხზული, რომ ქართული ოცნების მოქმედი და ყოფილი წევრებს ყველა მდინარესა და ნაკადულში ჰესის ჩადგმა გაუადვილდეთ და საეჭვო კორუფციული გზით მიღებული ნებართვები ჩვენი ენერგოუსაფრთხოებით გამართლდეს კეთილშობილი მიზნებით. სინამდვილეში, როდესაც რეალური პრობლემა ჩნდება, როგორიც არის სრული გათიშვა ქვეყნის მასშტაბით, სისტემას პასუხი არ აქვს და როცა ის ჩიხში ექცევა, ახალ მითებს თხზავს. ბოლო ასეთი 2 კვირის წინ მოვისმინეთ. თითქოს დენის გათიშვის მიზეზი არა მოშლილი სისტემა, არამედ საბოტაჟი იყო.